მედია აღარ დაიშვება კამერებით სასამართლოს ხდომის დარბაზში, რაც პირდაპირ აზიანებს ხდომების საჯარაობას და გამჭვირვალობას და საზოგადოებას არ ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ეთერებში მოისმინოს ის სამარცხვინო განცხადებები და მოწმის ჩვენებები, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებები მიიღება სასამართლოში. ნიკა გვარამი არ მიიღებს ხვალინდელ ხდომაში მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია გვაქვს დღეის მოცემულობით ამ წუთისთვის, რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ამ მიმდინარე გასული კვირის მანძილზე შესაბამისად განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს. ბუნებრივია ეჭვი არ გვეპარება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ერთადერთი კითხვის ნიშანი არის, რამდენი თვით გაამწესებს ციხეში ჯვებენაჭყებია მას, იქნება ეს 7 თუ 8. სხვა არანაირი კითხვა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით, რომ რეალურად ეს არ არის სასამართლო და ეს პირი, რომელიც ვითომ და გადაწყვეტილებას იღებს, არ არის მოსამართლე, მას უბრალოდ მოსამართლის მანტია აცვია. სინამდვილეში ცხადია, რომ ეს იქნება უკანონო განაჩენი. ისევე როგორც სხვა საქმეებზე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, ჩვენ გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი, რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს განსაზღვრავს თვითონ სასამართლო.